დარწმუნებული ვარ, რომ თქვენმა უმეტესობამ უკვე იცით მის შესახებ. განსაკუთრებით ნაციონალისტები. ასე რომ, ახლა მოდით გადავიდეთ ვიდეოს თემაზე. ნიდერლანდები 1945 წლის 6 თებერვალი. თითქმის 5 წლის განმავლობაში ჰოლანდიის მოსახლეობა გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ამ დღეს ერთ-ერთ კუნძულზე, კერძოდ ტექსელის კუნძულზე, განთავსდა 822 ქართული ბატალიონი, თამარ მეფე, რომელიც 800 ქართველი მოხალისისა და 400 გერმანელი ჯარისკაცისაგან შედგებოდა. მათი მეთაური კლაუს ბრეიტნერი იყო. რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართული ლეგიონის მეთაური და ყოფილი საბჭოთა კაპიტანი შალვე ლოლაძე ტექსელის კუნძულზე აჯანყებას ამზადებდა. სხვა ქართველებთან და ჰოლანდიის პარტიზანელებთან ერთად. გეგმის თანახმად საღამოს ისინი ჩასაფრდებიან გერმანელებს, ან ძილში კლავენ მათ. ასევე იმის გამო, რომ ქართველებისა და გერმანელების სამხედრო ფორმები ერთნაირი იყო, აირჩიეს პაროლი, რომლის წარმოთქმაც გერმანელებს არ შეეძლოთ საკუთარ თავის